დღის სხვა სიახლეები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხლამაზი ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებებს განიხილავენ. მთავრობის მიერ მომზადებული პაკეტი დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას ეხება, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს. თორნიკე ხურციძე განაგრძობს თემას ქუთაისიდან. თორნიკე გისმენთ. მთავრობის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს. იურისტები კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო შემუშავებული, ეწინააღმდეგებიან კონკრეტულად იმ მუხლის ამოღებას, რომელიც გულისხმობდა თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნასა და ჯარიმების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა შესაძლოა, რომ ის ფუნქციები, რომელიც უნდა დაკისრებოდა თანასწორობის დაცვის ინსპექტორს, დაეკისროს სახალხო დამცველს. არასამთავრობოთა შენიშვნებს პასუხობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ერთგვარი უკან დახევაა, ვინაიდან რადგანაც სწორედ ამ საკანონმდებლო ინიციატივიდან ამოღებული არის ისეთი მნიშვნელოვანი რეპრესიული თუ პრევენციული ღონისძიებები, რომელიც სწორედ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დისკრიმინაციის შემთხვევაში არსებობს სანქციების და სასჯელების მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც გაწერილია როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში. აქედან გამომდინარე აუცილებლობა არ არსებობდა შექმნილი იყო კიდევ ერთი უწყება, რომელიც განახორციელებდა ჯარიმების სანქციების გამოყენებას იმ პირების მიმართ, რომლებიც დისკრიმინაციას განახორციელებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი არ გამორიცხავთ, რომ განხილვების პროცესში შესაძლოა კანონპროექტში მნიშვნელოვანი და ძირეული ცვლილებები განხორციელდეს. არავითარი საფუძვლიანი არგუმენტი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ვანდოთ სახალხო დამცველს თქვათ დისკრიმინაციაზე ზედამხედველობის ფუნქცია, მაშინ როდესაც ის ყველა უფლებაზე ახორციელებს ზედამხედველობას. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება კანონის დახვეწაზე და უკეთეს ვერსიებზე მსჯელობა, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონის წარმოდგენილი ვერსია არის ისეთი, რომელიც შეჯერებულია ყველა მხარესთან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას კი, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს ანტიდისკრიმინაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა, ესწრებიან სასულიერო პირებით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა შენიშვნები აქვს სასულიერო პირებს. მადლობა თორნიკე ხურციძე.